ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით გიორგი ბოლოთაშვილი და დიმიტრი მჭედლიძეა ის 2 ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც იმ 5 ბრალდებულს შორისაა, ვიზეც დღეს გიორგი გვარაკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 5 ბრალდებულიდან 2 მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმე, რაზეც გენერალური პროკურორი მიუთითებს, ხარებასა და შინჯიკაშვილს შორის წლობით მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირდება. გასულ კვირას პროკურატურამ საქვეყნო ცნობილ დამრბევ გიორგი უბილავაზე თავდასხმის ბრალდებით 2 ყოფილი სპეცრაზმელი, ასევე ახალგაზრდების დარბევაში მრავალჯერ მონაწილე 2 პირი დააკავა. ფორმულა საგამოძიებო რეპორტაჟიდან ზუსტად 2 დღეში პროკურატურამ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელთან ერთად დააკავა ლევან ხაბეიშვილზე და ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელი პოლიციელები, 3 ყოფილი სპეცრაზმელი და 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი. ჯამში 5 პირია დაჭერილი. 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა 2 თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა და ზვიად მაისაშვილზე. 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე. და მესამე ეპიზოდი. 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. ყველა დაკავებულს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება წარედგინება. გურამ როგავაზე თავდამსხმელს კი დამატებით კიდევ ერთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალადობით უკანონოდ ხელშეშლის მუხლს დაუმატებენ. ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ დაისაჯნენ მოძალადეები იქამდე, ვიდრე ფორმულას ეთერში სავარაუდო თავდამსხმელზე სპეციალური რეპორტაჟი არ გავიდა. როგავაზე ძალადობის კადრებმა მსოფლიო მედია მოიარა. ელისო ჯარიაშვილთან სამშაბათს გასულ რეპორტაჟში ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ამ დარბევებს პირადად ხელმძღვანელობდა, ამტკიცებდა, რომ გედედედან ჟურნალისტებზე არავის უძალადია და რომ მისი დანაყოფიდან სასტიკ ანგარიშწორებებში მონაწილეობას არავინ იღებდა. თავდასხმა და ეგეთ რამეებზე ეს ჩემი ხალხი არ არის რა, უაბრალებს თავდასხმებს, ჩემი დანაყოფის წევრები არ ასხობდნენ, გამიგე? არადა დღეს გენპროკურორის ბრიფინგით სრულიად საპირისპირო დადასტურდა. ამიტომ დღეს ზვიად ხარაზიშვილს იგივე ხარებას ისევ დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ მოისმინა საგამოძიებო უწყების განცხადება. ხარებამ კითხვა მოისმინა და ყურმილი დაგვიკიდა. ბატონ ზვიად, გამარჯობა, არ გამითიშოთ, ტელეფონი ძალიან გთხოვთ, ფორმულადან გირეკავთ, ნატალი ჯახუტაშვილი. არ ვიცი მოусმინეთ თუ არა გენპროკურორის განცხადებას, დაკავებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 4 თანამშრომელი, 3 მოქმედი, 1 ყოფილი. ანუ თქვენს დანაყოფში იყვნენ ის პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის გურამ როგავას. მოისმინეთ ეს ბრიფინგი? დანარჩენი დაკავებული 3 სპეცრაზმელის ვინაობა უცნობია, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ გურამ როგავაზე თავდამსხმელი არ არის ის პირი, ვისაც ელისო ჯარიაშვილს ინფორმაცია მიაწოდეს. თუმცა ფაქტია, რომ საგამოძიებო უწყებამ რეაგირება რამდენიმე ძალადობის ფაქტზე ტელეკომპანია ფორმულაზე მომზადებული სპეციალური რეპორტაჟის შემდეგ მოახდინა. სიუჟეტის ავტორი ელისო ჯარიაშვილი აცხადებს, რომ სისტემის მხილების შემდეგ ოცნების რეჟიმს გარკვეულწილად უკან დახევა და იმის აღიარება მოუწია,
მოუწია, რომ მის რიგებში არაერთი მოძალადეა. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში სახელმწიფო უკვე დიდი ხანია ფლობდა ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც ქუჩებში მოქალაქეები ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს. ელისო ჯარიაშვილის თქმით, ასეთი მოძალადე ასობითაა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასჯა საკმარისი არ არის. ძალიან კარგია, რომ ყინული დაიძრა და მოუწიათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გარკვეული პირების დასჯა. ერთი არის ფაქტი, რომ ეს აქტიურობა მოუხდათ ჩვენი საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ და თავისთავად ცხადია ისიც, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ იყვნენ თავდამსხმელები. ასეთი საქმეები ერთ დღეში არ გამოიძიება. ზვიად ხარაზიშვილი არაა ერთადერთი, რომელიც მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე წამების ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა. დღეს პროკურატურაში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგამდე ზუსტად 4 საათით ადრე თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე წყობიდან გამოვიდა, როცა კითხვა დაუსჯელ მოძალადე სპეცრაზმელებზე დაუსვეს. კახი კალაძე ჟურნალისტისგან მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშწორების ფაქტებს ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ სპეცრაზმელებს ხალხზე არასდროს უძალადიათ, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე საათში კახი კალაძის მტკიცება თავად პროკურატურამ უგულებელყო. ადამიანების წამებასთან დაკავშირებით, ახლა თქვენ სიტყვა თქვით წამება, შეგიძლიათ მითხრათ ერთი კონკრეტული ფაქტი თუ არსებობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის. წამებასთან დაკავშირებით მითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი. ამ კითხვას რომ მისმევთ, მე ხომ უნდა გიპასუხოთ თქვენ აღნიშნულთან დაკავშირებით. აი ნახეთ, კიდევ იგივე სისულელეს იმეორებთ, ხო გითხარით სისულელეზე. სავარაუდოდ მოლოდინი, რომ პროკურატურა ხალხზე ძალადობის ფაქტებზე სპეცრაზმელებს დაიჭერდა, არც იუსტიციის მინისტრს ჰქონდა, რომელიც დღეს ასევე გამოჩნდა მედიასთან და კალაძის მსგავსად წამების ფაქტებს უარყოფდა. გამოძიება რატომ არ არის ამ დრომდე შედეგი. ჩვენ ვხედავთ, რომ ისჯებიან მიტინგები, მაგრამ არც ერთი სპეცრაზმელის იდენტიფიცირება არ მომხდარა და არც ერთი მათგანი. თუ თქვენ დამისახელებთ და მე არ ვიცი, კი ბატონო, რომელი სპეცრაზმელი მიეცა პასუხისგებაში იმის გამო, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელდა ძალადობა. მაგალითად, ფორმულა ჟურნალისტი გურამ როგავა. კადრში კარგად ჩანს, როგორ უსწორდება სპეცრაზმელი ჟურნალისტის მოვალეობის შესრულების დროს. დაისაჯა ეს ადამიანი. სპეცრაზმელის სახე ჩანს უკისრად. რატომ არ ხდება იდენტიფიცირება, რატომ ვერ ხდება ესეც? ამ ეტაპამდე ვერ მოხდა, მიმდინარეობს გამოძიება, ჩემი ინფორმაციით არაერთი პირი არის დაკითხული და შესაბამის ეტაპზე, როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები. თითქმის 2 წელი გავიდა, ბატონო. რატომ გადაწყვიტა ახლა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მოძალადის დასჯა სისტემიდან უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევის დროს დაშავდა ასობით დემონსტრანტი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ შორის ჟურნალისტებს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ძალადობისთვის ბრალი 5 ძალოვანს წარედგინება.